Hey. დაუბრუნდით. Baby, we are fucking back. და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ ფანტასტიკური 4-ეული. კინო, რომელიც გამოვიდა სადაც ერთი თვის წინ. და მინდა მასზე ვილაპარაკო კარგად რა. პირველი და ალბათ აუცილებელი ის არის რომ ამ ვიდეოს ჩაწერა დიდი ხანი მინდოდა, მაგრამ არ ვიყავი ქალაქში და კომპიუტერიც არ მქონდა, აქედან გამომდინარე ვერ ჩავწერე და მეორე ბოდიში რომ ამდენი ხანი ვერ დავუბრუნდი და ამდენი ხანი ვიდეო ვერ დავდე. კაი, ძალიან მარტივად ვილაპარაკებ ახლა ამ კინოზე რა. პირველი, ეს იყო ფანტასტიკური 4-ეული საუკეთესო კინო, რომელიც ყოფილა ჯერჯერობით. მეორე, ამ კინომ დამარწმუნა თუ რატო არის ჯონი ჩემი საყვარელი ფანტასტიკური 4-ეულის წევრი. და მესამე, ამ კინოში თინგი დამოკლდა ცოტა. ცოტა დამოკლდა, მაგრამ არ აუშავს რა. ანუ ეს იყო მაინც კარგი კინო ფანტასტიკური 4-ეულისთვის და გალაქტუსი როგორც ვილენი ძალიან კარგი იყო, მომეწონა. კიდე ამ კინოზე არ დაგასპოილერებთ, ახლა ის განხილვა იქნება შედარებით უფრო მოკლე, მაგრამ იქნება მაინც საინტერესო და ეს იქნება უფრო კარგი განხილვა მაინც ფანტასტიკური 4-ეულის კინოსი. და სუპერმენის კინოში ცოტა ბევრი ვიბუტყუდე, იმიტომ რომ მონატრებული მქონდა საუბარი და იმიტომ რომ მონატრებული მყავდა ჩემი აუდიენსი და ჩემი მეგობრები, რომლებიც რავი მინდა რომ ყოველთვის რავი ჩემთან იყვნენ და მოკლედ მაგარი მომენატრეთ, ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ხელა გამოხმაურება ქონდა ვიდეოს, ანუ 154 ნახო ჩემთვის ძალიან ბევრი არის მაინც და ძალიან მიყვარხართ და ძალიან გიჟები ხართ. და კიდე რამდენიმე კომენტარი მომენტა მაგ ვიდეომ და ძალიან დიდი მადლობა ყველას გიყურებთ, თქვენი კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უყურეთ ჩემ ვიდეოებს და გთხოვთ კომენტარები დაწერეთ ხოლმე. კაი, მოდი ახლა განხილვა დავიწყოთ რა. პირველი ალბათ ფანტასტიკური 4-ეულის ეს კინო იყო საკმაოდ კარგი და არ მოველოდი ამდენს მაინც რავი ახლა. კიდე წინა ფანტასტიკური 4-ეულის კინო, რომელიც იყო ბოლოს გამოსული 2015 წელს და Fan for Sticky რო ქვია, ეგ ძალიან ცუდი კინო იყო. 2000-იანების ფანტასტიკური კინო, ფანტასტიკური 4-ეულის კინო, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ მაინც ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჯონი ცოტა არ იყო ძალიან ცუდად გამოყენებული და ისიც არის რომ რაღაცნაირად ძალიან ისე არის რა. არ ემჩნევა ჯონის იმ კინოში, რომ დაიმსახურა კოსმოსში წასვლა და არ ემჩნევა რომ აი მართლა ღირსი იყო რომ კოსმოსში წასულიყო და ჭკვიანი არის და ანუ იმ კინოში იმენა სულ მხოლოდ რიდი არის ჭკვიანი ტიპი რა და სულ სტორმის ძალებიც ძალიან სუსტად არის გამოყენებული და მოკლედ რადგან სტორმის ოჯახი არ ევასებოთ მაგ კინოში. Thingy ჩემი აზრით ეს Thingy ბევრად უფრო კარგი Thingy არის ვიზუალის მხრივ, მაგრამ character wise ეს Thingy მომეწონა უბრალოდ ის იყო რომ არ ქონდა რა ბევრი არაფერი. და ძალიან ცოტა, ანუ თავიდან მიხვდით რომ მაინც ცუდებით ვიწყებ რა, მაინც შედარებით, იმიტომ რომ პირველი ვიტყვი რომ ეს კინო უნდა გენახათ IMAX-ში. სანამ გადიოდა IMAX-ში, უნდა გენახათ რა. მე IMAX-ში ვუყურე და რავი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კინო, რასაც ვუყურე. მაგრამ ვიზუალური მხარე ბევრად უფრო ჯაბნის იმ მხარეს, რაც არის story და რაც არის კარგი writing-ი. ცუდი writing-ი არ აქვს. პერსონაჟების მხრივ ძალიან კარგი writing-ი აქვს, ძალიან მომეწონა, მაგრამ plot-wise, ანუ პლოტი რაც იყო, ცოტა სუსტი პლოტი იყო მაინც. ანუ გალაქტუსის ნაწილი რაც არის, გალაქტუსის ნაწილი უმეტესწილად კარგი არის. მაგრამ რაღაცა ნაწილები არის ცუდი რა, მაგალითად ის რომ გალაქტუსი რო დასდევდა ფანტასტიკურ 4-ეულის კინოს ბოლოში ეგ რაღაცა ის იყო. კიდე მისი პერსონაჟი იმდენად კარგად არ არის ახსნილი და იმდენად კარგად არ არის რა, აი გავრცობილი, ანუ ცოტა ისე არის რომ ვილენი არის რომელზეც თითქმის არაფერი არ ვიცით რა. და ანუ მართლა არაფერი არ ვიცით ამ კინოდან მხოლოდ ის გავიგეთ რომ ადამიანი იყო, ანუ ახლა მე რადგან რაღაცები ვიცი და ეგენი არ მაგას აზრი არ აქვს ახლა რომ ეგენი ვილაპარაკო, მაგრამ მაინც იმას ვამბობ რომ რადგან რაღაცები მე ვიცი, უფრო გასაგები არ, მაგრამ იმ ადამიანებისთვის ვისაც ვინც პირველად გაიგო ფანტასტიკურ 4-ეულზე, რომელიც საკმაოდ ბევრი იქნება, იმიტომ რომ ეს ბოლო პერიოდი ძალიან ისეთი იყო რა, ცოტა ადამიანი იყო, რომელსაც უყვარს ფანტასტიკური 4-ეული, განსაკუთრებით საქართველოში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც Marvel-ი იმდენად დიდი არ არის. რავი, აი ძალიან ცოტა იყო, რომ
ზუსტად იცოდა რეები ხდომდა და ფანტასტიკურად ხეულზე ახლა დიდად გაცნობა არ ჭირდება, მაგრამ მაინც გალაქტუსის გაცნობა კარგი იქნებოდა უფრო მეტად, რომ გალაქტუსი უფრო მეტი ესაუბრათ და რა იყო როგორ იყო Silver Surfer-ზე უფრო მეტი საუბარიც კარგი იქნებოდა. კი 2001-ის კინოში იყო ის რომ გალაქტუსი იყო, მაგრამ ის გალაქტუსი არ იყო რა, ის იყო რაღაცა ქლაუდი, ჩვეულებრივი ღრუბელი იყო, რომელსაც, რავი, არ აქვს დიდად ისეთინა ბევრი რამე არ იყო რა მან გაცნობილი. კიდე ის არის რომ ეხლა რავი გალაქტუსზე ამდენი ლაპარაკი არ მინდა, იმიტომ რომ დიდი როლი არ ქონდა კინოში. კიდე ერთს დავამატებ, რომ ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ ამ კინოში თუ დაემატებოდა მარტო Silver Surfer-ი არა. ანუ გალაქტუსი და Silver Surfer-ი კი იყვნენ მთლიანად კინოს ვილენები, მაგრამ კიდე ერთი-ორი პერსონაჟი არ აწყენდა ამ კინოს რა, მაინც გალაქტუსი იმხელად დიდი threat არის და იმდენად დიდი ვილენი არის, რომ მარტო ფანტასტიკური ოთხეულის ვილენიც არის ძალიან ბევრ კომიქსში, მაგრამ ცოტა ერთი-ორი დამატებითი პერსონაჟი ცუდი არ იქნებოდა ჩემი პირადი მოსაზრებით. მაგალითად, რავი, ანუ დუმის გამოჩენაც კარგი იყო, ვის ბოლო ერთი წამნახევარი end credit-ებში მომეწონა ეგეც. მაგრამ მეის მინდოდა, რომ აი კიდე უფრო მეტი პერსონაჟი გამოჩენილიყო. მართალია სხვა სამყაროში ვართ, მართალია main earth-ზე არ ვართ, მაგ კინოში, მაგრამ მაინც რა ეხლა რაც სხვა ვარიაციები პერსონაჟების კარგი იქნებოდა. კიდე ალბათ Silver Surfer-ზე იმას ვიტყვი, რომ ძალიან კარგი Silver Surfer-ი იყო, ძალიან მომეწონა მისი შესრულება, მსახიობი ძალიან მაგარი ყავდათ, ანუ არჩეული, აი რასაც ქვია, ძალიან კარგი მსახიობი იყო Silver Surfer-ისთვის და მე მომეწონა. ანუ რადგან ბევრ იმიტომ არ მომეწონა, რომ ქალიაო Silver Surfer-ი აქვს და რა, მაგრამ ანუ ელემენტური სხვა სამყარო არის, კომიქსებში Silver Surfer-ს ყავს ცოლიც. გალაქტუსიც, ნუ ეხლა, რავი, მაგარი კიდე ხალი იქნება თუ კაცი რა. მთავარია Silver Surfer-ი ყავს. Всё, that's it. ჯონის და Silver Surfer-ს ურთიერთობა მომეწონა მთლიანი კინოს განმავლობაში და რაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ჯონი ეგეთი ტიპი არის რა, მე ქალთან ეს ვერ დაარქვენ თლად, მაგრამ მაინც ისეთი არა. საკმაოდ კარგი ისეთი ტიპი არის. კიდე ალბათ ისიც იქნება კარგი, რომ თუ დაემატება ახალი პერსონაჟები, ანუ ახალი პერსონაჟები ბადო თუ დაემატებენ ჩვენ სამყაროში, ძალიან მომეწონება ეს ფანტასტიკური ოთხეული, მაგრამ მგონია რომ ჩვენი main timeline-ის ისიც იქნება საჭირო რა. რო გაგვაცნონ ფანტასტიკური ოთხეული. კიდე ალბათ მე იმასაც ვიტყოდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პირველი კინო, რაც გქონია ალბათ MCU-ში ძალიან დიდი ხანი. Ant-Man-ის კინო ძალიან მომწონს, მაგრამ ეგეთი მაგარი არ იყო, როგორც ეს იყო. Black Panther-ის კინო ალბათ top 3 არის პირველ კინოებში. კაპიტანი ამერიკას კინო, ნუ ეს მირჩევნია კაპიტანი ამერიკას კინოს, იმიტომ რომ მაინც ცოტა სუსტი კინო არის. გასაცნობად ცუდი არ არის, მაგრამ მაინც სუსტი კინო არის შედარებით. Spider-Man-ის კინოც ძალიან კარგი არის, მაგრამ პერსონაჟს ვეცნობთ Civil War-ში. ტონის პირველი კინო ძალიან კარგი არის, Iron Man 1 არის ალბათ ყველაზე კარგი კინო, რომელიც პირველი კინო ყოფილა MCU-ში და ვაფშე MCU მაგან დაიწყო, ამიტომ პირველია უდაოდ. და კიდე ერთი-ორი პერსონაჟი იქნება ძალიან კარგი, რომ მიეცენ და გამოჩნდნენ რა. ალბათ Guardian of Galaxy-ც მინდა რომ გამოჩნდეს Doomsday-ში. და იმიტომ რომ რავი, დიდი საფრთხე იქნება Doomsday და Doom-ი რეალურად იმსახურებს იმას, რომ მოიგოს ეგბრძოლა, იმიტომ რომ ბევრჯერ მოუგია და მე Avengers-ები უნდა გაერთიანდნენ და მოუგონ, ანუ Endgame-ის თემა მინდა, ოღონდ უკეთესი Endgame მინდა რა. მე პირადად Endgame-ი მომეწონა, მაგრამ მაინც უფრო მეტს ველი ეგეთი კინოებისგან. კიდე ალბათ ფანტასტიკური ოთხეულის კინოს რო დავუბრუნდეთ, თითო პერსონაჟებზე რო ვისაუბრო, ძალიან კარგი იქნება. მოდი დავიწყოთ პირველ ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჯონი სტორმით. ჯონი სტორმი არის ასტრონავტი, რომელიც წავიდა რიდ რიჩარდთან, სუ სტორმთან და ბენ გრიმთან ერთად კოსმოსში, მიიღო ძალები და არის ერთ-ერთი ყველაზე ალბათ, ანუ ყველაზე ჭკვიანს ვერ დავარქმევ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სახალისო, საკმაოდ ჭკვიანი და საკმაოდ ქარიზმატული პიროვნება რა. ჯონი უნდა იყოს ქარიზმატული, უნდა იყოს სექსუალური, უნდა იყოს
ანუ სექსუალური უნდა იყოს, ანუ ეგ აუცილებელი ნაწილია რა, ანუ ალბათ ჯონი სტორმი უნდა იყოს ტოპ 5 ადამიანი ვიზუალის მხრივ მთლიანად მარველის სამყაროში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი არის, რომელსაც უნდა მასთან ყოფნა. კიდე ეხლა ჯონიზე, რავი, ჯონის მთლიანი თრეითი არის ის, რომ სასაცილო, funny guy, ქარიზმატული, მექალთანე, ძალიან სახალისო და კაი ტიპი. რავი, ჯონის თლიანი თრეითები ეს არის რა, ანუ რიდ რიჩარდსის თლიანი თრეითები არის ის, რომ არის ტიპი, რომელიც არის ყველაზე ჭკვიანი თლიანად სამყაროში და ხო ეხლა, იცი როგორ რაცა მე ტონისა და რიდ რიჩარდს შორის არჩევანს ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ რიდს არ აქვს ის თვისებები, რაც ტონის აქვს და ტონის არ აქვს ის თვისებები, რაც რიდს აქვს რა. ანუ რიდი ბევრ ნაწილში ტონის ჯობია და ტონი ბევრ ნაწილში რიდს ჯობია. ანუ ერთმანეთს აბალანსებენ. ჩემი აზრით ეგ ორი არის ერთი დონის ჭკუა რა. კიდე რიდის ბრძალები ის არის, რომ არის იწელება და რეალურად კი არ იწელება. თავის სხეულს აძალებს ანუ ნებაყოფლობით ზრდის ზომას და სხეულ ანუ ატომს შორის მანძილს. ანუ რეალურად ეგ არის თლიანი ძალა და არა რო იწელება. კიდე ჯონის ძალები ის არის, რომ ცეცხლი ეკიდება და ფაიროქინეზის აქვს და ანუ რეალურად ცეცხლის კონტროლი შეუძლია, რომელიც თავის სხეულიდან მოდის. მეტი რა შეიძლება თქვა ჯონიზე რა, ანუ ეგ არის. ჯონი და რიდი გავიარეთ. სუსტორმის ძალები, როგორც თვითონ ამბობენ, არის სინათლის მართვა დაახლოებით, რო ავხსნათ. სინათლის ნაწილაკების მართვა. სუ არის მთლიანად ფანტასტიკური როლში mother role-ის მქონე ადამიანი, იმიტომ რომ იზრუნოს მათზე, ანუ არის ადამიანი, რომელიც ითხოვს motherly roles რა. მთლიანი ეგ არის, სუს მთლიანი ნაწილი. ძალების თქვი სუსი და ეხლა არის ბენგრიმი. ბენგრიმი არის ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი ფანტასტიკურ ოთხეულში, იმიტომ რომ ელემენტარული სახელი აქვს Thing. ანუ თუ ჯონი არის Human Torch-ი, თუ რიდ რიჩარდი არის Mr. Fantastic-ი, თუ სუ არის Invisible Woman-ი, ბენგრიმი არის Thing-ი. არსება. ხო, მარტო მანდედან დავიწყოთ. კიდე Things არ შეუძლია ფორმის შეცვლა. როდესაც შეუძლიათ ფანტასტიკური 4-ის დანარჩენ ყველა წევრს ძალების გათიშვა. ეგეც ერთ-ერთი ტრაგიკული ნაწილია. Thing-ი ანუ ბენგრიმი არის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელსაც აქვს თავის ძალებთან შეგვების ყველაზე მტკივნეული ნაწილი. ანუ ყველაზე მტკივნეული არის, რომ იგი ანუ ვერ ეგუება თავის ძალებს რა და ძალიან რთული არის, რომ ეხლა შენ შეეგუო რა, როდესაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ძალები შეიცვალო და რა ძალიან. კიდე მე ერთი ის მომეწონა ამ კინოში, რომ მათი ოჯახური ურთიერთობა კარგად აღწერეს რა და კარგად აჩვენეს. ამ კინოს ბევრი დადებითი ნაწილი აქვს, პირველი პერსონაჟების დაწერა, რომელშიც ანუ character writing არის ერთ-ერთი მთავარი რა და მე ამ character writing-ში მივცემდი 10 ქულას. პლოტი ძლიერი პლოტი არ არის, მაგრამ საინტერესო პლოტი არის რაღაც დონეზე და რაღაცა პლოტოლები არის, მაგრამ არის იმდენად ნორმალურად და იმდენად კარგად დაწერილი, რომ მე ამ პლოტს მივცემდი 7.5 ქულას. შემდეგი ნაწილი არის ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ამ კინოში და ვიზუალური მხარე და ვიზუალურ მხარეში მივცემდი 10-დან 11 ქულას. იმიტომ რომ ზედმეტად ლამაზად არის ვიზუალები გაკეთებული, მათი ძალების გამოყენება ძალიან კარგად არის, Thing-ის დიზაინი მომეწონა, ჯონის დიზაინი მომეწონა, სუს დიზაინი მომეწონა, რიდ რიჩარდსის დიზაინი მომეწონა, თლიანად ატმოსფერო იყო კინოში, თლიანად characterized იყო რა თლიანად ქალაქი, თლიანად universe, რომელშიც ეს ყველაფერი ხდებოდა, იყო სტილისტური და სტილისტურად ძალიან ლამაზი არის. აქედან გამომდინარე, მე ამას მივცემდი 10-დან 11-ს. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინი, რომელიც მინახავს და ერთ-ერთი საუკეთესო ვიზუალური ეფექტები. ამ სამი ნაწილიდან გადათვალისწინებით, უფრო მეტ ღრმა ნაწილებში არ ჩავალ ახლა, იმიტომ რომ რავი, ეს მაინც არ არის მთლიანი. ხო და ახლა მინდა რომ დავამატო ერთი-ორი სიტყვა რა. და საბოლოოდ შევკრა ეს რაც ქვია ეს ვიდეო. პირველი ფანტასტიკური ოთხეულის კინო, რომელიც არის აღუდგენლად Fantastic Four First Steps, არის ერთ-ერთი საუკეთესო მარველის კინო ბოლო პერიოდში. მეორე და აუცილებელი ინფორმაცია, რაც უნდა ვთქვა, არის ის, რომ თუ თქვენ ამ კინოზე არ წახვალთ IMAX-ში, არ ვიცი ახლა სენსები კიდე ერთ თუ არა IMAX-ის, მაგრამ
თუ არ წახვალთ IMAX-ში, კინოში წასვლა საზრი არ აქვს, იმიტომ რომ დიდ ეკრანზე კი ნახავ, მაგრამ IMAX-ში შეიგრძნობ მთლიანი ექსპერიენსი. და კიდე ერთი, მე ჩემი პირადი მოსაზრებით, ფანტასტიკური ოთხეულის ეს კინო იმსახურებს ტრილოგიას რა, რაღაც დონეზე იმსახურებს რა ტრილოგიას, იმიტომ რომ მინდა რომ ჯონის პერსონაჟი უფრო კარგად განევრცოს, მინდა რომ Thing-ის პერსონაჟი უფრო კარგად განევრცოს, მინდა რომ Franklin Richards-ის გაზრდა ვნახო. ჩემი საბოლოო შეფასება იქნება, რომ ამ კინოს ვუწევ რეკომენდაციას კინოთეატრებში, მაგრამ კინოთეატრებში ვუწევ IMAX-ში რეკომენდაციას და ჩვეულებრივ კინოთეატრში თუ ნახავ დიდად მაგდენ სიამოვნებას ვერ მიიღებ, ამიტომ თუ სახში კარგი დიდი ეკრანი გაქვს, სახშიც უყურებ, არ დახარჯავ ფულს კინოთეატრში წასვლით. კიდე კარგი იქნებოდა, რომ ეს კინო ცოტა 15 წუთით მეტ ხანს ყოფილიყო და უფრო კარგად განევრცოთ პერსონაჟები, მაგრამ კარგი რვიანის კინო არის, შეიძლება ითქვას 8.5-ით შეფასდებოდა ეს კინო, მაგრამ ჩემთვის რაღაცა დონეზე მაინც პატარა პლოტ-ჰოლები არის კინოში და პატარა ისინი არის რა. უფრო მეტის დამღება შეიძლებოდა ამ პერსონაჟებიდან. საკმაოდ კარგი კინო არის. კინოს ყურებისას არ დახარჯავ დროს ტყუილად და რაღაცას გაიგებ და რაღაცით ისიამოვნებ, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ვიდეოს უყურეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ხართ, ამიტომ მადლობა ყურადღებისთვის. აბა ჰე. ეს ვიდეოებს უყურეთ ბიჭო.